აქედან არც ერთს არ მივირთმევ, მაგრამ მაინც სულ მაქვს წონის პრობლემა. საუბარი არის არაჯანსაღი საკვების მიღებაზე, ცომეულზე, ტკბილეულზე, გაზიან-სასმელებზე და ასე შემდეგ. კარგია, რომ არაჯანსაღ საკვებს არ ღებულობთ, ეს ჯანმრთელობისთვის საზიანო არის და კარგია თუ არ მიიღებთ, მაგრამ რაც შეეხება წონის დაკლებას და რომ იყოთ კარგ ფორმაში, ამისთვის საჭირო არის პირველ რიგში კალორიების კონტროლი. სულ რომ იდეალურად ჯანსაღი საკვები ჭამოთ, თუ თქვენ ამ საკვებს მიიღებთ დიდი რაოდენობით, ან მიიღებთ არასწორ დროს, არასწორ საკვებს, ამ შემთხვევაში წონაში რა თქმა უნდა ვერ დაიკლებთ. გარდა საკვების მიღებისა, ასევე მნიშვნელოვანია წონის კლების დროს გქონდეთ მოწესრიგებული ძილი, საკმარისი ფიზიკური აქტიურობა, დალიოთ წყალი საჭირო რაოდენობით. ეს ფონა. ძაღლიც დამეთანხმა. ასეა. ასე რომ, თუ გსურთ ინდივიდუალური კონსულტაცია ჩემთან, გაინტერესებთ მე როგორი პროგრამები მაქვს, როგორ შემიძლია რომ დაგეხმაროთ, გასწავლოთ, რაც მთავარია სწორყოფასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომ საბოლოოდ შეძლოთ წონის დაკლება, არ იყოთ მუდმივად დამოკიდებული სხვის დაწერილ კვებაზე და თქვენ თავად აკონტროლოთ თქვენი დღის რაციონი და თქვენი წონა ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერეთ პირადში.